ცხოვრებაში არაერთხელ, განსაკუთრებით პატარაობაში. ყველა ჩვენგანს გაგვჩენია კითხვა. რატომ არის აფრიკა ასეთი ნაკლებად განვითარებული და ღარიბი? და როგორც წესი ასეთ კითხვებზე, განსაკუთრებით როცა პოლიტიკას ეხება, ერთი ან რამდენიმე მზა პასუხი გვხვდება. სუსტი განათლება, კი ბატონო, მაგრამ ეს უფრო შედეგია ვიდრე მიზეზი. უდაბნოს მიერ იზოლაცია, გავლენას იქონიებდა, თუმცა ჩვენ ვიცით სხვა მეტად იზოლირებული და მაინც საკმაოდ განვითარებული ქვეყნები. აფრიკელებს სხვებთან შედარებით გენეტიკურად დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. ამაზე მგონი სამყარო უკვე შევთანხმდით, რომ სისულელეა. მაშინ როგორ ამოიხსნება ის პარადოქსი, რომ რესურსებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კონტინენტზე ყველაზე ღარიბი ხალხი ცხოვრობს? ესაა პლანეტის სიდიდით მეორე კონტინენტი. რუკა ხშირად ზომებში გვატყუებს. ამიტომ უკეთ რომ აღვქვათ აფრიკის მასშტაბები, მასში ჩაეტევა სამხრეთ აზია, მექსიკა, ამერიკა, ალიასკა, იაპონია და კიდევ საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილი დარჩება. მისი მოსახლეობა 1 მილიარდ ადამიანს აღწევდა. ასეთი ღარიბი მოსახლეობის მქონე აფრიკა ფლობს რაც კი ისტორიაში ოქრო მოუპოვებიათ თითქმის ნახევარს. გლობალური ოქროს წარმოების მეხუთედს და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ალმასის, პლატინის, კობალტის, ურანის, ნავთობის და გაზის მარაგებს. მიუხედავად ამ უზარმაზარი სიმდიდრის, მსოფლიოს ყველაზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლით 30 ქვეყნიდან 24 აფრიკაშია. სიცოცხლის ხანგრძლივობა საჰარის სამხრეთით საშუალოდ 10 წლით ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში დღემდე ხალხი შიმშილით იხოცება. და მაინც, როგორ არის შესაძლებელი, რომ ასეთი მდიდარი კონტინენტი ამავე დროს ასეთი ღარიბი იყოს? პასუხი ნაწილობრივ გეოგრაფიაში და ნაწილობრივ ევროპელებშია. განსაკუთრებით ამ ევროპელებში. აფრიკის გეოგრაფია საუკუნეების განმავლობაში აფერხებდა ვაჭრობის, ტექნოლოგიების და იდეების გავრცელებას. ევროპის მდინარეებისგან განსხვავებით, აფრიკის მდინარეები ჩანჩქერებიანი და ზოგადად ნაოსნობისთვის გამოუსადეგარია, რის გამოც აფრიკის სიღრმეს არ ჰქონდა კავშირი ზღვებთან, რაც ვაჭრობასაც ართულებდა. ისტორიულად მხოლოდ ისეთი მაღალი ღირებულების მქონე რესურსების გამოტანა იყო შესაძლებელი, რომელთა წონა და ზომა დაბალი იყო: მონები, ოქრო და ალმასები. სწორედ ამ გეოგრაფიულმა იზოლაციამ და რესურსების სიუხვემ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი ევროპელების გამოსაჩენად, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ მონაკვეთად იქცა. ისტორიის ეს პერიოდი დაახლოებით 1800 წლიდან 1914 წლამდე არის გასაოცარი ნახტომი ევროპული ძალაუფლების მასშტაბში. თუ 1800 წელს ევროპა მსოფლიოს მიწის დაახლოებით 35%-ს აკონტროლებდა, 1914 წლისთვის ეს რიცხვი 84%-მდე გაიზარდა. ეს პერიოდი ცნობილი როგორც აფრიკის დანაწილება, გულისხმობდა ევროპული იმპერიული ძალების მიერ კონტინენტის თითქმის სრულ დაპყრობას, ეთიოპიის და ლიბერიის გარდა. ევროპის წარმატება აფრიკის დაპყრობაში განპირობებული იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორით, რამაც ეს პროცესი შედარებით დააჩქარა. ცეცხლსასროლი იარაღი და გემები, შიდა აფრიკული ომების სათავისოდ გამოყენება და რა თქმა უნდა კატასტროფულად არათანაბარი გარიგების დადება ადგილობრივ მმართველებთან, სადაც დოვლათის 95% გაქონდათ ევროპაში და ადგილობრივებს მხოლოდ 5%-ს უტოვებდნენ. მაგალითად, ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორის დავალებით ჰენრი მორტონ სტენლიმ კონგოს-საუში ასობით ხელშეკრულება გააფორმა ადგილობრივ მეთაურებთან, რომელთა გაუგებარი პირობებით მილიონობით ჰექტარ უმდიდრესი წიაღისეულის ან რესურსის მქონე მიწას თმობდნენ. ისეთი სიმბოლური ნივთების სანაცვლოდ, როგორიცაა მძივები, სარკეები და ქოლგები. ანალოგიურად სამხრეთ აფრიკაში, ბრილიანტების მაგნატმა სესილ როცმან დებელისის მეფეს დაუწერა დოკუმენტი, თითქოს მხოლოდ ერთი კაცისთვის აძლევდა მინერალების მოპოვების უფლებას. რეალურად მეფემ 1000 თოფის და მცირე წლიური გადასახადის სანაცვლოდ, როც თავისი სამეფოს, ანუ მომავალი ზიმბაბვეს, ყველა მინერალურ რესურსზე აბსოლუტური კონტროლი დაუთმო. 1804 წელს ჰაიტიმ სისხლიანი გამარჯვება მოიპოვა. მონებმა ჩამოაგდეს ბატონები და თავად გაბატონდნენ. ევროპელებს ძალიან არ მოეწონათ, რადგან ეს შეიძლება გამხდარიყო სავალალო პრეცედენტი მათი კოლონიებისთვის. ამიტომ ევროპელი მმართველები რადიკალური ცვლილებებისკენ წავიდნენ. დაიწყეს თანამშრომლობა ერთმანეთთან აფრიკის დანაწილებისთვის. ამ გეგმის გასაფორმებლად 1884-85 წლებში ჩატარდა ბერლინის კონფერენცია, სადაც ევროპელმა სახელმწიფოებმა სახაზავით გადაინაწილეს აფრიკა.
არანაირი ადგილობრივი საზღვრების ან ეთნიკური ჯგუფების გათვალისწინება. ერთ დროს მეზობლები საუკუნოდ ხელოვნურად აღმოჩნდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. ამრიგად მუდმივი კონკურენციის, შეუზღუდავი მმართველობის და სამხედრო ინტერვენციების უნიკალურმა კომბინაციამ ევროპა ისტორიის ყველაზე გავლენიან ცივილიზაცია დაქცია. ევროპა გამდიდრდა, ჩამოაყალიბეს დასავლური დღისწესრიგი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დღეს ვხედავთ ბოლო ფაზას დასავლური კოლონიზაციის. არ გეგონოთ, რომ აფრიკელები ამ უკიდურეს უსამართლობას ეგუებოდნენ. ბევრი მცდელობა ჰქონდათ იმპერიალიზმთან ბრძოლაში წინა საუკუნის მეორე ნახევარშიც. თუმცა მაშინ დასავლეთი ზედმეტად ძლიერი იყო, რომ რამე შეეცვალათ. Citizens of the new state of Ghana gather for the celebration marking their Day of Freedom from colonialism. What was once the Gold Coast, a British colony, now becomes an independent Commonwealth. India's Prime Minister, Mrs. Indira Gandhi, meets President Nkrumah of Ghana. That is, he was president at the moment these pictures were taken. 2 days later, he was overthrown in a coup by military forces. 21 საუკუნის ბრძოლის ველი ამ ისტორიული ფონის გათვალისწინებით არც თუ ისე შეიცვალა. უпростоრად სახე იცვალა, მაგრამ მიზანი დარჩა იგივე. გაგიკვირდებათ და რუსეთ-უკრაინის ომის აფრიკას გეოპოლიტიკური ფანჯარა მოიხვეჭოს მეტი სუვერენიტეტი ვიდრე ოდესმე. საფრანგეთი თითქმის ბოლომდე გააგდეს ყოფილი კოლონიებიდან. რიგ აფრიკულ ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებები მოხდა და ეტაპობრივად გააძევეს ან შეასუსტეს დასავლური კორპორაციები. ევროპა, რომელმაც უკრაინაში ომის გამო უარი თქვა რუსულ ნავთობზე და გაზზე, ამერიკის და ჩინეთის კონკურენციის შემხედვარე იძულებული გახდა მიუტრიალდეს თავის ყოფილ კოლონიებს. მაგრამ ამჯერად დახვდა ჩინეთი, რომელმაც აფრიკას ის შესთავაზა, რაც აქამდე არავის შეუთავაზებია, ეკონომიკური განვითარების მოდელი. ჩინეთი აფრიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ინვესტიციებს დებს ერთი სარტყელი ერთი გზის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აშენებს რკინიგზებს, ავტობანებს, პარლამენტის შენობებს, კაშხლებს, ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს, საავადმყოფოებს, ასევე გასცემს უპროცენტო სესხებს და გრანტებს პოლიტიკური პირობების გარეშე. ეს ნეიტრალიტეტი ბევრ აფრიკელ ლიდერს იზიდავს. ჩინეთის რბილი ძალის ნაწილია კონფუცის ინსტიტუტები და ათასობით სასწავლო სტიპენდია აფრიკელი სტუდენტებისთვის, რაც მის იმიჯს აუმჯობესებს, როგორც პასუხისმგებლიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული პარტნიორის. მოკლედ, ახალმა რეალობამ სრულად შეცვალა აფრიკელების ქცევა გლობალურ პოლიტიკაში და ამის ერთგვარი სარკე იყო გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული დიდი ოცეულის სამიტი. ტრამპმა სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა, რამაც ამერიკის კამით სარიელი დატოვა. რა თქმა უნდა, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ არც მე მოუდივარო. სამიტის დასრულებისას, როდესაც რიგის მიხედვით ჯიოცის პრეზიდენტობა ამერიკას უნდა გადასცემოდა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რაფამოსამ უარი თქვა დაბალი რანგის ამერიკელი დიპლომატის მიღებაზე და სიმბოლური ჩაქუჩი სარიელს კამზე დადო. რითაც ამერიკას თანამშრომლობის წესების დაცვის მოთხოვნა აჩვენა. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რონალდ ლამოლამ განაცხადა, ეს ჯიოცი არ ტრიალებს შეერთებული შტატების გარშემო, ჩვენ ყველა თანაბარი წევრები ვართ. მოკლედ, სამხრეთ აფრიკა ამერიკის თვალში ძალიან ცუდად იქცევა. აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთთან გაფორმდა 10 მილიარდიანი ხელშეკრულება ტექნოლოგიური ჰაბის მშენებლობის და მინერალების ამოღების სანაცვლოდ. ხოლო რუსეთთან მიმდინარეობს მსჯელობა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე. სწორედ ამ დროს ევლინება ზამთარ მოახლოვებული ევროპა აფრიკას და სამიტზე სამხრეთ აფრიკაში ჩადის ურსულა. ფონ დერ ლაიენმა დააფიქსირა, თუ ჯიოცი ამ შემადგენლობით გაგრძელდა, სამიტის ფუნქციონირება შეიძლება აზრი დაეკარგოსო. იგულისხმა ამერიკის არყოფნა. ამავდროულად სამიტის ფონზე IBSA, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო, უეცრად გააქტიურდა და ახალი საგზაურო გადასახა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ IBSA-ის წევრები მუშაობენ გლობალური დღისწესრიგის შესაქმნელად და აღარ არიან პასიური დამკვირვებლები. ამ პარტნიორობის მოულოდნელი გააქტიურება BRICS-ის ზრდის პარალელურად გლობალური სამხრეთის გაერთიანებაზე და ამერიკასთან წინააღმდეგობის ახალ ფაზაზე მიუთითებს. ამერიკის ბოიკოტის მიუხედავად დანარჩენმა ჯიოცმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც კლიმატის ცვლილების სრულ სიმძიმეს აღიარებდა და გლობალური ვალის შემსუბუქებას ითხოვდა. შეიძლება ითქვას, პირდაპირ დააბიჯეს ტრამპს მაზოლზე ფეხი. ცნობილია, რომ ტრამპი ვერ იტანს კლიმატის ცვლილებების თემას. Climate change. Because
higher or lower, whatever the hell happens, there's climate change. რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ იშვიათი მინერალები და ენერგია ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. მით უმეტეს, როცა ჩინეთმაც გადაწყვიტა აღარ მიყიდოს დასავლეთს მინერალები. რეცესიაში მყოფმა ევროკავშირმა სამიტამდე 2 დღით ადრე 750 მილიონი ევროს ხელშეკრულება გააფორმა სამხრეთ აფრიკასთან იშვიათი მინერალების სანაცვლოდ. და ასევე აქტიურად ცდილობს განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას ყოფილ კოლონიებში. And today, indeed, at the airport, I met the Minister for Mining. You received me there, and we were discussing that. And when I said for us it's important not only the extraction, but the processing locally, and the added value locally, and the jobs locally, you said, okay, because you said that, and this is so, I will come this afternoon to sign the agreement. And I was happy that you were here. აფრიკას შესთავაზა პროგრამა Global Gateway, 150 მილიარდი ევროს პაკეტი, რომელიც თავაზობს მწვანე და მდგრადი ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას. მწვანე ეკონომიკური დამოკიდებულება ახალი მიდგომაა. თუ ადრე ევროპა აფრიკიდან იღებდა ძვირადღირებულ რესურსებს იაფად, ახლა ახალი მოდელით, ანუ მწვანე დამოკიდებულებით, ევროპა აფრიკიდან იღებს იმას, რაც სჭირდება მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის, მაგალითად მინერალები ელექტრომობილებისთვის და ადგილი მზის და ქარის ფერმებისთვის. ამ პროცესით მდიდრდებიან ევროპული ფინანსური და ენერგეტიკული გიგანტები. ევროპის მწვანე მექანიზმი. როგორ მიედინება ფული აფრიკიდან უკან? ევროპის მწვანე ენერგეტიკული მისწრაფებები აფრიკაში ახალი ტიპის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ქმნის. გავყვეთ ფულის ნაკადს, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან იწყება. ესე იგი, ევროკავშირის ბიუჯეტიდან მილიარდობით ევრო მიემართება EIB და EBRD-ში. ეს ბანკები, რომლებიც ოფიციალურად განვითარებას ემსახურებიან, ამ თანხას იყენებენ არა აფრიკული, არამედ ევროპული კორპორაციებისთვის გრანტების და სესხების მისაცემად. ისინი აფინანსებენ ისეთ გიგანტებს, როგორიც არის Siemens, Total Energies ან Iberdrola, რომ ააშენონ მზის ფერმები და კობალტის მაღაროები აფრიკაში. სამხრეთ აფრიკის სამართლიანი გარდამავალი პარტნიორობა. ეს მექანიზმი განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ აფრიკასთან გაფორმებულ პროგრამაში, სადაც დასავლეთი 9.3 მილიარდს ჩუქნის, რათა ქვეყანამ ნახშირზე მომუშავე იაფის სადგურები დახუროს და მწვანე ენერგიაზე გადავიდეს. მიუხედავად განცხადებული მიზნის, გაცემული თანხის 76% მიდის სესხებად და გრანტებად ევროპულ ბანკებსა და კომპანიებში. ეს ევროპული კომპანიები იღებენ 20-25 წლიან კონტრაქტებს ელექტროენერგიის გაყიდვაზე, საიდანაც 70-80% მოგების სახით უკან ევროპაში მიედინება. სამხრეთ აფრიკას რჩება მხოლოდ 24% და რაც მთავარია ადგილობრივი მესაკუთრეობა პროექტებში შეადგენს მხოლოდ 7%-ს. კობალტის მაინინგი კონგოში. კონგოში, საიდანაც მოდის ელექტრომობილების ბატარეების ნახევარი, შვეიცარულ-ბრიტანული Glencore დომინირებს ბაზარზე. Glencore and the Glencore. რომელსაც EIB და EBRD-ის სესხები მდგრადი მაინინგის საბაბით ამყარებს. Glencore იღებს მინერალებიდან მიღებული მოგების 91%-ს. კონგოს რესპუბლიკას რჩება მხოლოდ 9% გადასახადების სახით. ურსულამ გამოაცხადა, რომ ერთწლიანმა კამპანიამ აფრიკაში განახლებადი ენერგიისთვის 15.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა. ხოლო 2025 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ 545 მილიონი ევრო გამოყო კონკრეტული პროექტებისთვის. როგორიცაა 359 მილიონი კოტ დივუარის მაღალი ძაბვის ხაზისთვის, რომელიც რეგიონულ ენერგოინტეგრაციას უზრუნველყოფს და 59 მილიონი კამერუნის სოფლის ელექტრიფიკაციისთვის. ამ ფულის მოსაზიდად გადამწყვეტლს ასრულებს ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი: EIB Global, ევროპის საინვესტიციო ბანკის გლობალური ფილიალი, ანუ ევროკავშირის საკუთარი ბანკი, და EBRD, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების, ანუ განვითარების საერთაშორისო ბანკი. EIB და EBRD იყენებენ ევროკავშირის ფულს იმისთვის, რომ დააფინანსონ დიდი ენერგეტიკული პროექტები აფრიკაში. ევროკავშირის საგამოძიებო ორგანო OLAF და ბანკების შიდა ინსპექციები აქტიურად იძიებენ თაღლითობის და კორუფციის შემთხვევებს, ასევე ეგრეთ წოდებულ ბრუნავ კარს. ბრუნავი კარი ნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებას და უშუალოდ EIB ან EBRD-ში ან მათ მიერ დაფინანსებულ კერძო კომპანიებში გადასვლას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები, ევროკომისრები ან მინისტრები ინიშნებიან ამ კომპანიების მმართველ რგოლში, მაღალ თანამდებობაზე. ან როდესაც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ EIB-ის მიერ დაფინანსებულ კერძო კომპანიებში, რომლებიც იღებენ დიდ კონტრაქტებს აფრიკაში ან სხვაგან. ასეთ შემთხვევებს ხშირად იძიებენ მედიები, რადგან ეს მთლიანად ინსტიტუტის სანდოობას ანგრევს და პირადი ინტერესების და კორუფციის ბუდედ აქცევს.
გავიხსენოთ ჟოზე მანუელ ბაროზო, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის პრეზიდენტი 2016 წელს. ევროკომისიის პრეზიდენტობის დატოვებიდან დაახლოებით წელიწადნახევარში ბაროზო დაინიშნა Goldman Sachs International-ის აღმასრულებელ თავმჯდომარედ და მრჩევლად. Goldman Sachs არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი, რომელიც ხშირად ლობირებდა ევროკავშირის პოლიტიკას და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიასთან ბაროზოს პრეზიდენტობის დროს. საჯარო აღშფოთების შემდეგ ევროკავშირის ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბაროზომ არ გამოიჩინა საჭირო პატიოსნება და წინდა ხედულობა ახალი თანამდებობის დაკავებისას. თუმცა მან ფორმალურად არ დაარღვია ევროკომისიის ეთიკური წესები, რადგან დაელოდა კანონით დადგენილ 18 თვიან პაუზას. ან კიდევ ერთი, ემა ნავარო, EIB-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ესპანეთისთვის სესხების გაცემაზე. ბანკიდან წასვლიდან სულ რაღაც 3 თვის შემდეგ შეუერთდა ესპანური ენერგეტიკული გიგანტის Iberdrola-ს მმართველ საბჭოს. Iberdrola EIB-ის მსხვილი კლიენტი იყო და ნავარო უშუალოდ ზედამხედველობდა ამ კომპანიებისთვის გაცემულ სესხებს. ეს ფაქტი ევროპის სახალხო დამცველმაც გამოიწვია. ანალოგიური სიტუაცია შეექმნა ვასილ ჰუდაკს, EIB-ის კიდევ ერთ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს. მედის გამოძიებამ დაადგინა, რომ ის შეუერთდა იმ კერძო კომპანიების ხელმძღვანელობას, რომლებსაც უშუალოდ ეხმარებოდა EIB-ის სახსრებით დაფინანსების მიღებაში. არ გაგიკვირდება და ამ ევროპულ ენერგოგიგანტებში გააჩნია აქციები BlackRock-ს. როდესაც EIB ან EBRD აწვდის კონტრაქტს ევროპულ კომპანიებს, მაგალითად Iberdrola-ს, ანუ რეალურად ევროკავშირის ფულს, ეს კომპანია იწყებს მოგების მიღებას. ეს მოგება ზრდის კომპანიის ღირებულებას და მის აქციებს. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირი იყენებს EIB-ს და EBRD-ს, რომ დააფინანსოს კონკრეტული ევროპული კორპორაციები, ხოლო BlackRock-ი არის ამ კორპორაციების უდიდესი მფლობელი. მოკლედ, კონტინენტი რჩება ევროპის მწვანე გადასვლის უზრუნველყოფად, ნედლეულის მიმწოდებლად და კორპორაციების გამდიდრების წყაროდ, მათ შორის BlackRock-ის. აი ასე შეიცვალა კოლონიზაციის მოდელი. თუმცა ამ მოდელის შეცვლასთან ერთად შეიცვალა თვითონ აფრიკაც, გააცნობიერეს თავიანთი პოტენციალი, ავითარებენ ინფრასტრუქტურასაც და ცდილობენ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ ფეხი აუბან მულტიპოლარული სამყაროს წესრიგს.